ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ხართ, როგორ გრძანდებით? გილოცავთ დღევანდელ დღეს არის ძველი შობა. ჩემ ბავშვობაში სულ 25-ში აღნიშნავდით შობას, იყო სიმღერა 25 დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემს, აულა ძალიან გვიყვარდა. და რაღაცნაირად ძლივს მოვახერხე გადაწყობა იანვარზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს მთელი ბავშვობა ასოცირდებოდა შობასთან 25-ში. თქვენ დაწერეთ, აბა როგორ ხართ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, ვინც დღეს აღნიშნავთ, ვინც ცხოვრობთ ევროპაში, ან შეიძლება საქართველოში ცხოვრობთ, მაგრამ დღეს აღნიშნავთ, ყველას გილოცავს. მთავარი არის თარიღები, მთავარი არის, რომ ჩვენს გულში და სულში იშვას სიყვარულის სიმბოლოც არის ჩვენი იესო ქრისტე. და ეს სიყვარული იყოს ნამდვილი და წრფელი, გადამრჩენელი, აღმშენებელი, მოსიყვარულე და ყველაფრის მიმზიდავი და შემქმნელი, საუკეთესოს. ხო, ჩემი ბლანკი ყოველთვის 25-ში აღნიშნავდა ხოლმე შობას და ძალიან უყვარდა ეს დღესასწაული. და კიდევ უფრო ძვირფასია დღევანდელი დღე ჩემთვის. მოკლედ, გილოცავს დღევანდელ დღეს ყველას. და საერთოდ ყველა დღეს, რომელიც გაგვითენდა და ჩვენ საყვარელ ადამიანსაც გაგვითენდა. ეს დაბატბაყებს, ეს ბოთეა აქ. ნახეთ რა ბოთეა ეს თუ. ხო, ეხლა მე დღეს უნდა ვიყიდო მარაგები, რასაც ვიყიდი ორნაბიჯში და მე ვნახო რა დამრჩება კარფურში საყიდელი და ასევე თუ წავალ სადმე მაგალითად ბაზარში. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. ცოდოა. ხანში უნდა იყოს ცოტა ხანი, თორე იმაშვება. ვიცა. მარიცა, მიყარე ევა. ჩამიყარე მარილი. ოკეი. მიდი ჩაყარე. Ami უნდა play. Eva უნდა კოკო. იქ დავდი მაკარონის ხარშა. აქ კოკოს ვისაუძმე და მე და ანდრია წავალთ ჯერ ორნაბიჯს მოვივლით. რისი ყიდვაც შეიძლება ორნაბიჯში აქციით საახალწლოდ ჯერ ორნაბიჯში ვიყიდით. და მხოლოდ მაგის შემდეგ წავალ კარფურში. კარფურში წავალ ხვალ, იმიტომ რომ კარფურში უნდა წავიდეთ. ხო. ასე. ჩემს ფშხილებზე არ ვიცი რა მეშველება, იმიტომ რომ ჩამწერა 30-ში ჩამწერა, 30-ში შაბათი ყოფილა, მე არ ვიცოდი, ესენი შაბათს მიდიან იკამოხო. მე ვერცად ვერ გავარ და ამ წუთში შევხვდები. არ ვიცი, სხვა დღე არა აქვს თან თქვენი არა მიწერო ხო. მაშინ დღეს ამხვალუნდა და მაგას კიდევ პურია. ანა ასეთი ამბები ჩემო კარგებოდა ძვირფასებო. კიდევ მაქვს ძალიან გემრიელი გუშინდელი ხორცი. ბავშვებმაც ისე კარგად ჭამეს ეს მეკრები. ძალიან კაი მომზადებული იყო სუნჭლე, წვნიანი, რბილი. სახში ესე შემსავით ხორცის მოყვარე მარტო მე ვარ. ერთი ხანი ვნახე გუშინ TikTok-ში. ჩვენი მშობლების თაობა. ჩემნაირი. დედა რა უნდა გიყიდო, შვილევნოდა და იხვიო. იხვი რაღაც კიდე დედაო. ყველაფერი იყიდა რაც ხორცია, რომელიც კი ჩემნაირი. და თურმე იტალიაში იყო ეს ქალი, ემიგრანტი იყო და აი ენატრებოდა რაღაცები და რაღაც მენატრებო. სულ ყველაფერი ვიყიდეო. რაც მენატრებოდაო. აი მე
დამიწერა ერთმა საყვარელმა ადამიანმა. ხმარტლი მომინდა ძალიან იტალიაშია მგონი. თუ არ მეშლება. და შუაღამისას ხორცი და შავმა და ეგენი არ მომდობია, იმიტომ რომ საუკეთესო საკეთებენო, მაგრამ ხმარტლი არ არის და ისე მომინდა ამ შუაღამისას და აი მე აღარ ვიცოდი რა მეკნა ეგრე დამიწერა. არა შეიძლება ესეთი რაღაცების მიწდა. აქვია ვიდეოთი ან თუნდაც ვიდეო თვალით ნებისმიერი საშუალებით აი ასე რა ონლაინ აუ ოდესმეებში საფრთხები გახდება ხალხი ონლაინ გაგზავნა. რა საოცრება იქნება წარმოგიდგენია? ხო და მოკლედ ესე აქ მაკარონს ფარშა ვარ. ვარმას მოვიტანე ხა მაკარონს. მასწავლებლებს გადავეცით საჩუქარი ძალიან სასიამოვნოა ჩემი აზრით ეგ მირჩიეთ მე მისა ჩემი რა ქვია ნიგოზისა და თავი ჩემი მარაგი მე საერთოდ ვიცოდი აი როგორი ისინი ხარ თქვენ აი ესე საკითხში აი გარკვეულები საერთოდ ვიცოდი ერთგვარი მე და აი ბევრი გამომწერი სწორია აი ხალხმა ყოველთვის იცის აი რა ვერ მოატყუებ აი რაღაცას კი მოატყუეთ, მაგრამ ჩემს ვერ მოატყუეთ. შესაბამისად ეს ევენტები ხოლმე ეგეც რაღაცებს და ერთმა დაწერა, მეორემ დაწერა და ვნახე. რუსთავში უხასო მიტანა აქვს, იმიტომ რომ აქ უხასო მიტანა ქონიათ თბილისში. ძალიან მაგარია უხასო მიტანა, იმიტომ რომ თუ 20 ლარი ყიდულობ ნიგოს და 5 ლარი მე მიტანა აქვს, უკვე აზრს კარგავს, ხო? ძალიან მაგარია რომ ესეა მომეწონა აქციაში რო იყო ფილეები ქაცმის ხო იცით მაშინ ვიყიდე მე ამ დროს ტაფის ხაჭაპური ლობიანი გამოგდით? არ გამომდიში რას უგულისხმო? ცომი არასდროს არ გამომდის ისეთი თხელი, როგორც აი ტაფაზე გაკეთებულ ხაჭაპურებს და ლობიანებს ვიდეოებში ვაქვთ ხოლმე. ზუსტად მასზე ეტყობა მეტრ ცომს ვიღებ
ზუსტად მასების ვერ ხოლმე, მაგრამ მაინც არ არის და კიდე აი ეს შეკრის ადგილი ყოველთვის სქელი გამოდის და თუ სქელი არ გამომივიდა და იმას ვქენი, რა ქვია, მოვაჭერი ეგაცვილი, მაშინ იცით რა მოდის მეხელა. ხო და აი ვერ გავიგე. ყველი მაგ საყიდელი, აბა მითხარით, სად ვიყიდო კარგი ყველი ხაჭაპურისთვის. ყველი მაგ საყიდელი. სულკუნით საჭმელად, მაგრამ ყველი ხაჭაპურისთვის მაგ სიცოცხლე საყიდელი და არ ვიცი სად ვიყიდო. ბაზარში შეიძლება კვირას. არ ვიცი. ეგ შესაძლებელია. მაგრამ კიდე ბაზრის გარდა, ანუ და კარგი რო იყოს. აი აქ ჩვენ ტერიტორიაზე, ვინ იცის? ნაძალადები, დიდუბე, ისა, თუნდაც გლდანი, სანზონა იაკეთე. ეს იქ დაუდო. და ესენი დავიწყოთ. ეხლა უნდა წავიდე და უნდა ვიყიდო ის მიგავეკიტრი უნდა ვნახო ორნაბიჯში უნდა ჩამოვწერო ხო ორნაბიჯში რა უნდა ვნახო რაიმე მიგავეკიტრი ეხლა უნდა ვნახო მგონი მაქვს ონა მაგრამ ყოველი შემთხვევით ვნახო თუ ნაღების კარაქი არის აქციაში ნაღების კარაქი მინდა 2 ცალი თუ არ არის და არ ვიყიდი მარგარინი მაქვს ანუ ნახეთ ცომში ვუკეთებ მარგარინს მაგრამ კრემში მინდა რომ კარაქი გქონდეს ხოხტები რაღაც სხვა გემოა ხოლმე ბადრიჯანი ნიგვით მე გარება და აი იმერო შეიტოვე მაგრამ მე თვითონ მე თან სხვა რაღაცებთან ერთად წინა დღეებში შეიძლება ხო შევა მაგალითად ეხლა შევა 27-ში სხვა შეიძლება შეულებრივ და რომ დავანიგოზო დავკრემო და დავკრემო ვთქვათ თემაში 21-ში. აი 30-ში არ იყო შეიჭრა ეგრე 21-ში ვთქვათ. აი 30-ში იყოს რა. ამრიგად ასე და ამგვარად მაკარონი ყველა საყვარელი სეძმელი არის მაკარონი და ბავშვების განსაკუთრებით და პლუს მესაკიდე რა ქვია კარტოფილი შემთხვევაში. ან ჩემთან რაღაც აღარ იჭმევა, თუ მე აღარ ვყიდულობ. კარტოფილის ბები. იმიტომ რომ ამას მაინც ატანენ ხოლმე რაღაცა ხან ყველს ხან რაღაცა და იმას არაფერს არ ატანენ. მოგესალმებით. ვიდეოს ათაურია ხორცი ჩემი სიყვარული შუქზე
ოკეი. გასასვლელი ვარ რომ მოსნაული ვიყიდო. მჟავები. კიტრი და ასოტი. ეს არის ხაპარი. awesome. მოკლედ მე და ანდრია მივდივართ ახლა. ეს არის ჩემთვის უკომფორტულესი ზედა, რომელიც ახლა მას ვქასოფია. აი, ყელიანი, არცად არაფერი არ ჩამდის, არ მცივა. და დამომწოს. დავით ახლა ორნამბიჩი. ნახოთ რა აღიხს. მჟავი მინდა. სკუშონები მინდა, კარაქი თუ იქნება მინდა. ფქვილი შეიძლება ვიყიდო. და ეს რაღაცები რა. სახალხოდ, ასევე კანფეტი. ატლამი არის აქციაში, მაგრამ მაგას ვყიდულობ იმ დროს თავდება, ნუ ხა იქ სახალხოდ არ გაცრეს. იყოს დღეისთვის. არის გაფუჭებული, რაც სამთავი დადგა. ყველგან კანალიზაცია არის ამოხეთქილი, გაფუჭებული და მოდის ესე წყალი. სად არის ბონი? აბა ნახოთ, სად არის, აქ იქნება. აბა რა ვიყიდეთ? წინა სახალწლოდ ორნაბიჯში. ეხლა მოვძებნოთ ბონი. აი ეს ორი ნახევარი ის თითო. აუ საშინელი განათება. იქიდან კიდე ის აივა მეფარე. აი აქ და. აი ეს. ბონი სადი. აი მე შემჭამაში. მიგოზი ბარემ ვიყიდე. ერთი. ორი ნახევარი კილოიანებია. სამი. და 4. შავი პური. დიდი, იმიტომ რომ სუჭამო ყველანი და მე რა. აჰა, შენი ბონი მომჩორდი. ოი. ხო, ეხლა კიდე რა ვიყიდე? ესენი სამნახევარშია. ატლამი 1, 2, 3 და 4. სახალხოდ. როგორ ახალწლამდე სუნიო. ასე. აი ესენი ვიყიდე. უცხო და ისა კინზი. და ესენი აქციაში იყო და ორი წელი ვიყიდე. ერთი მოჩა, ორი, ვერცხი ზოგიერთი ხალხო, 2 და 95 ღირს. და რადგან ამცხრებიც მინდა და ოლივიეც მინდა, 4 შეფიქვა ვიყიდე. აი ასე. და ბონო იყო აქციაში, კიტრის მჟავე. ეს ოლივიესის და ისედაც მჟავე. კარგია ამ პერიოდში. და ესენც ვიყიდე. 5 წელი. არ ვიცი როგორ მოვიტანეთ მე და ანდრიამ. რაც გზამდე მეც მომხოდა, მაგრამ მე მეტინა და მე ამ დროს მივეცი და უფრო მსუბუქი გამოვარ. და ის ვიყიდე. კექსი მინდა რომ გავაკეთო. აი ეს ყველაფერი იყო 151 ლარის და არა 151 არა 41 ლარი დაიზოგა და გადავიხადე 103 ლარი და 30 წუთი. აი ამ ყველაფერში. ანუ ხელი არის ამხეთი, ყველაფერი არის, შავები არის, ნიგოზი არის, ორი. ბაზა უკვე მაქვს.
იმიტომ რომ ფილე მაქვს. სოფლის არ დაგიხარ სანდრა. ეგია შემოალაგო ხოლმე. სოფლის ქათამი მაქვს, ფილე მაქვს, ანუ ბაზა არის. ხო, კიდევ ზემინდა, შაქარი, კარაქი არ იყო აქციაში, მარგარინი იყო და მარგარინები მე მაქვს. ხო და აი ასე.